თიანეთის შემდეგ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფშავში ჩავიდა და იქ არსებული ისტორიული ძეგლები დაათვალიერა. მინისტრი ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმშიც მივიდა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო. გურამ ოდიშარიას განცხადებით პრობლემები, რომელიც ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში არსებობს, კულტურის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დახმარებით ვაჟაობის დღესასწაულამდე მოგვარდება. ვაჟაობა 2013 ფშავში სექტემბრის ბოლოს გაიმართება. გვაქვს რამდენიმე იდეა, რომელსაც ვაჟაობაზეც გავაჟღერებთ. კიდეც ეს იდეები ეხება ვაჟას პოპულარიზაციას. კულტურის სამინისტრო უკვე შეუკვეთა სამენოვანი წიგნი, ცალკე გამოვა ვაჟას პოემები ფრანგულად, ცალკე წიგნად, გერმანულად და ინგლისურად და ჩვენ ეს მიგვაქვს უპირველეს ყოვლისა ჯერ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, უზარმაზარი წიგნის ბაზრობა, შემდეგ აქ ვაჟაობაზეც გამოვთქვენთ ამას. ვაჟა მიზრუნა ჩვენზე, რომ ქართველები უკეთესები ყოფილიყავით, კეთილშობილები ვთქვათ. ჩვენც უნდა ვიზრუნოთ მასზე. და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ათმოსების სტუმარი კმაყოფილი წავიდეს და დასუფთავებული ლამაზი გარემო დახვდეს და მიახლოვებული ვაჟასთან. ეს მინისტრის სტუმრობა სწორედ ამას ემსახურება. აქ არის პრობლემები, რომელსაც ადგილობრივი ძალებით ვერ მკლავდებიან, მუზეუმი ვერ მკლავდება.